ხუთი ნიშანი იმისა, რომ შენ შეიძლება გქონდეს ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი. ესე გამოიყურება ეს ყველაფერი და ხედავთ მალთაშუა დისკის თიაქრის დროს კომპრესიას განიცდის უშუალოდ ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვი. პირველი არის უცაბედი და ძლიერი ზურგის ტკივილი. ეს უკვე ერთხელ ამოცენებული ტკივილი შემდგომ დღის განმავლობაში იკლებს და იზრდება იმის მიხედვით ადამიანი როგორ პოზიციაშია ან რა მოქმედებებს ასრულებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ტკივილს, რომელიც მალთაშუა დისკის თიაქრის ფონზე აღმოცენებული რადიკულოპათიის თანმდევია, ახასიათებს რა თქმა უნდა გავრცელება და როდესაც ეს მაგალითად წელის მიდამოში ხდება, გავრცელება ქვედა კიდურში, რადგან ის ნერვული ბოჭკოები, რომლებიც ამ კომპრესირებული სეგმენტიდან გამოდიან, მიემართებიან ქვედა კიდურში და იქ ახორციელებენ სენსორულ და მოტორულ ინერვაციას. სწორედ ამის საფუძველზე ვითარდება შემდეგი სიმპტომით, რაც არის დაბუჟების განვითარება ქვედა კიდურში ან შეგრძნების დაქვეითება. ეს ყველა სიმპტომი კი, რა თქმა უნდა, ისეთი მოძრაობების დროს, რომლებიც მაგალითად წელის მიდამოს განსაკუთრებით ტვირთავენ, უარესდებიან. შემდეგი სიმპტომები კი არის მაგალითად კონკრეტულ კუნთთა ჯგუფში განვითარებული სისუსტე, რომელიც ამ სეგმენტიდან ინერვირდება, ან მოძრაობის შეზღუდვა, რასაც ვიდეოზე ხედავთ.